გამსახურდიამ და ეროვნულმა გმირმა მერაბ კოსტავამ დაარსეს კიდე საქართველოს ჰელსინკის ჯგუფი, რომ 76 წელში და 99 წელში ეს უკვე დიდ ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობად გადაიქცა და ყველა ასე ვთქვათ მშვიდობიანი საპროტესტო მანიფესტაცია აი ამ კომიტეტის სახელით კეთდებოდა. ეხლა ჩვენ რას გვაძლევთ? ჯერ ერთი შორს რომ არ გავიქცეთ ასეთი ჯგუფები კიდევ ვიმეორებ, სოფლიოში უამრავია და თქვენ ლუდმილა ალექსეევას სახელი ალბათ რაღაცას გეუბნებათ, 20 წელზე მეტი არის ეს ადამიანი, სწორედაც რუსეთის ჰელსინკის კომიტეტის თავმჯდომარე არის, არაერთხელ იყო რეპრესირებული და 2010 წელს ის დაიჭირეს კიდევაც როგორც თქვენ იცით და აი ეს მე მინდა უთხრა ეხლა ვინც არ იცის თქვენი ეთერიდან, თუმცა 2 დღის უკან მე მეცხრე არხიდან გავაჟღერე ექსკლუზიურად, დღეს თქვენთან აღარ გამომივა ეს ექსკლუზიური სახით, მაგრამ მაინც ვიტყვი რომ არის ესეთი ორგანიზაცია IGFM გერმანიაში მოქმედებს საერთაშორისო ორგანიზაცია და სწორედ აი ჩვენი კომისიის მიერ გადაცემული 100 კაციანი სიით იხემძღვანეს ეს გადათარგმნეს გერმანულად, ინგლისურად და ბუნდესტაგის ფრაქცია, რომელიც არის ქრისტიან დემოკრატების აი მისი მერკელისა და კოლის მართველი პარტია, მათმა ერთ-ერთმა დეპუტატმა პირდაპირ პარლამენტში გაიტანა. პარლამენტში გაიტანა პირდაპირ ბატონო ზაზა აი ბუნდესტაგის ფრაქციის დეპუტატმა და პარლამენტში გააჟღერა რომ საქართველოში არიან პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული 100 მსჯავრდებული, რომ მათ მიმართ ადგილი აქვს არასათანადო ღირსების შემლახავ მოპყრობას. აი ნახეთ რა ხდება ერთ პატარა ქვეყანაში და შემდეგ ეს სია და თავიანთი რეკომენდაციები გადასცეს Amnesty International-ს, საერთაშორისო საკმაოდ ცნობილ და წონად საერთაშორისო ორგანიზაციას. ეხლა როგორც წეგამ თქვი Helsinki Human Rights-ზე დღეს NDI-სა და IRA-ის გარდა აღარც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია აღარ არის წონადი და მისაღები ხელისუფლებისათვის, რა თქმა უნდა, მაგრამ მსოფლიო საზოგადოება ხო ამას ყველაფერს ხედავს და ისინი ხო ისე არ ფიქრობენ როგორც მიშა, ხო? რა თქმა უნდა. სააკაშვილი. ხო და თორე სხვა რამდენი მიშა ვიცი ძალიან კარგი პიროვნება. სააკაშვილზე მაქვს ლაპარაკი და ნუ რა თქმა უნდა ეხლა ეს ჯგუფიც უკვე ჩვენს მიერ გაგზავნილი იქნა მესიჯი ევროპაში და მათ უკვე გაიგეს ევროპის რიგ ქვეყნებში რომ თბილისში დაფუძნდა ასეთი ჯგუფი, გაიგეს ვინ არის მისი ხელმძღვანელი და ჩვენ ხვალ არის ორშაბათი და ეს მორიგი მესიჯი აუცილებლად მიუვა უკვე ქაბატონ ლუდმილა ალექსეევას და ჩვენ ვითანამშრომლობთ ყველა საერთაშორისო აი ჰელსინკის ჯგუფებთან და კომიტეტებთან და ჩვენ არ შევწყვეტ ბრძოლას იქამდე სანამ თუნდაც ერთი პოლიტპატიმარი დარჩება, ეს იქნება ცოტნე გამსახურდია თუ მელორი ვაჩნაძე, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც არავინ არ ზუნავს. ნუ ეხლა კალმახელიძეზე ზედმეტია უკვე ლაპარაკი. საინტერესო აქ ახლა რა არის? აი თქვენი მე ვიცი მახსოვს რომ ამ ჰელსინკის თავმჯდომარე იყო ზვიად გამსახურდია თავიდან. მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდიამ დააფუძნეს ხო. ზვიად გამსახურდია. შემდეგ ვინ იყო? აი მას შემდეგ უკვე იყო ესეთი გაგზელება მოყვა ამას თუ ეხლა ახალია ეს ყველაფერი? თუ ეს იმისი ეს არის კომისია გაგზელება არ არის. ეს გაგზელება არ არის, არავისი გაგზელება ჩვენ არა ვართ და მოდით ასე ვთქვათ, არც არავისი ალტერნატივა ჩვენ არ შეგვიქმნია. უბრალოდ ძირი და ძირი მოდის და თავი და თავი მოდის იმ 1975 წელს 1 აგვისტოს აი ფინეთში რომ დაფუძნდა იმ ორგანიზაციამ თავიდანვე დაიწყო ბატონო ზაზა პოლიტპატიმრების უფლებებით დაინტერესება და ეს თვითონ ჰელსინკის ჯგუფი სადაც არ უნდა არსებობდეს, სადაც არ უნდა ფუნქციონირებდეს ნებისმიერ. ვინ არიან მის შემადგენლობაში ახლა თქვენ? თბილისის ჯგუფზე კი ბატონო გეტყვით, ამ შემადგენლობაში არის ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის ბატონი გელა ნიკოლაიშვილი, ქალბატონი ნანა კაკაბაძე, ცნობილი უფლებადამცველები, ქალბატონი ნინო რატიშვილი, ადვოკატები, დამოუკიდებელი ექსპერტები, ბატონი ზაზა დავითაია, ნათია კორკოტაძე, ნათია სირაძე, არის დიმიტრი ლორდკიფანიძე, ფრაქცია ერთობა სამართლიანობისათვის ლიდერი, პარლამენტის წევრი და არიან სხვა პირები. საკმაოდ წარმომადგენლობითი ორგანიზაცია. საკმაოდ წარმომადგენლობითი ორგანო არის ბატონო ზაზა და დაფუძნდა თუ არა 25-ში ჩვენ პრეზენტაცია გვქონდა კვირის პალიტრის რედაქციაში, ეს გაჟღერდა, გახმაურდა და ჩვენ უკვე დაგვიკავშირდა არაერთი საქართველოში მოქმედი და აკრედიტირებული არასამთავრობო ორგანიზაცია უფლებადამცველი და მათაც გამოთქვეს სურვილი რომ მათ უნდათ გაწევრიანდნენ
ჩვენს ჯგუფში. ესე იგი არის ხალხი კიდე რომელიც რა თქმა უნდა და ჩვენ გვირეკავენ და სურთ ჩვენთან მოსვლა და ჩვენთან გაერთიანება, იმიტომ რომ ეს პოლიტპატიმრების თემა ეს არ არის უბრალოდ თემა. ეს ქვეყანაში ეს გადამწყვეტი თემაა. ეს რა თქმა უნდა. მე რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის მსმენელმა რო იცოდეს ჩვენ ასე ხელაღებით კი არ ვამბობთ რომ თქვათ ეს არის პოლიტპატიმარი, თქვათ ის არის არა, ასე არ ხდება. ეს არის ევროსაბჭოს ცნობილი ექსპერტების მიერ მიღებული გადაწყვეტილება ბატონო ზაზა და იქ არის რა ქვია ეს გადაწყვეტილებები არის საერთაშორისო დონეზე ცნობილი. მე ახლა იმ ექსპერტების გვარებს ვერ ჩამოვთვლი, ისინი უცხოელები არიან და იქ არის დადგენილი კრიტერიუმები. ახლა უცებ გეტყვით რა კრიტერიუმები არის. აუცილებლად უნდა იყოს უკანო დაკავება და დაპატიმრება, ანუ აუცილებლად უნდა იყოს სახეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეხუთე მუხლით გაწერილი უკანო დაკავება და დაპატიმრება, აუცილებლად ესე იგი ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე უნდა იყოს ეს ბრალდება, უდანაშაულო უნდა იყოს ადამიანი და ყველაზე მთავარი კრიტერიუმი ადამიანის ეს უკანო დაკავება და დაპატიმრება განპირობებული უნდა იყოს პოლიტიკური მოტივაციით. აი ეს თუ ეს პოლიტიკური მოტივაცია არ არის ბატონო ზაზა, ჩვენ ასეთ საქმეებს გვერდზე ვაწყობთ და ჩვენ ვეუბნებით იმ უფლებადამცველებს, ვინც წარმოადგენენ კომისიაზე ასეთ რომ ესენი არიან უკანონო პატიმრები და არა პოლიტპატიმრები. უკანონო პატიმრები და ასე რომ პოლიტპატიმრების სპეციალური განსაზღვრება ნორმები არსებობს. ეს არის ევროსაბჭოს ექსპერტების მიერ დადგენილი ის საერთაშორისო კრიტერიუმები და თუ თქვენ დაინტერესდებით, მე გადმოგიგზავნით ამ კრიტერიუმებს და ასევე დავდებთ ჩვენ საიტზე და ამას გავახმოვანებთ და ამის შესახებ საზოგადოებას ეცოდინება და სხვათა შორის შეიქმნა თუ არა ჰელსინკის ჯგუფი, უკვე გაჩნდა განცხადებები და უკვე წამოვიდნენ პატიმართა უფლებადამცველები და თვითონ პატიმრებისაგანაც შემოდის უკვე განცხადებები, რომ ისინი თავიანთ თავს თვლიან პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირებად და ჩვენ მომდევნო უკვე ამ ჰელსინკის თბილისის ჰელსინკის ჯგუფის ხდომაზე, გამგეობის ხდომაზე ჩვენ უკვე დავიწყეთ აი ამ ახლად შემოსულ და ბოლო საქმე შემოიტანა ბატონმა გელა ნიკოლაიშვილმა, ცნობილმა უფლებადამცველმა ეს ყბადაღებული კოჭოია ენვერის საქმე და კიდე ვითომ ტერაქტები და ვითომ ეს აფეთქებები რაღაცა აბსურდი და 18 პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირი შევიდა აი ამ სიაში. 18 პირი პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული, უკვე თქვენ ვისაც განიხილავთ, ხო და ვისაც მიანიჭებთ. რა თქმა უნდა, უკვე 118 არის დღეისათვის ნუსხაში. აი თუ იმას დაინტერესდება ეს სია, მე ნებისმიერ დაინტერესებულ ორგანიზაციას მივაწვდი 118 პოლიტიკური პატიმრის სიას. და ვინიც ეს როგორ გაიზრდება კიდე სანამ არ და ამ სიას სხვათა შორის მე ალექსეევასაც გადაუგზავნი და გადაუგზავნი ასევე სხვა ორგანიზაციებს. ეხლა ის ჰელსინკის კავშირი თვითონ ფინეთში მოქმედია, რა თქმა უნდა, ხო? რა თქმა უნდა, მოქმედია. მოქმედებას. მე მინდა გითხრათ, რომ 94 წლიდან მქონდა მე ურთიერთობა, გეტყვით რომ მე თუ გახსოვთ ბატონო ზაზა დომუხოვსკი გელბახიანის გრიგოლ ცნობილი საქმის მონაწილე გახლავთ და მთელი ცხოვრება 15 წელიწადზე მეტია, რატომღაც ეს ჩემი ხვედრი არის რომ პოლიტპატიმრებს ვიცავ და ალბათ ასეც იყო საჭირო და ეს უფლისნება არის და იქიდან მოყოლებული აი 94-95 წლებში ჯერ კიდევ ნიუ-იორკში ჰქონდათ მათ სათაო ოფისი Human Rights Watch Helsinki არსებობდა, მისი წარმომადგენელი ერიკა დეილი იყო ჩამოსული და სპეციალურად ესწრებოდა და მონიტორინგს აწარმოებდა აი მაშინ საქართველოს უზენაეს სასამართლოში იხილებოდა ეს ისტორიული პროცესი. 19 განსაჟელი იყო იქ განსაჟელის სკამზე, ესენი იყვნენ ექს-პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერები და მომხრები და აი იქიდან მოდის ეს ყველაფერი. შემდეგ შეიცვალა ერიკა დეილი აქ ჩამოვიდა სხვა წარმომადგენელი პამელა გომესი იყო მახსოვს და ასე რომ ეს მოქმედი ჯგუფები არის. ყველას დაუკავშირდებით აბსოლუტურად და ჩვენ ყველანი ერთად ვიბრძოლებთ რომ ქალბატონო დღეს ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ კახიკალაძეს უკანონო მისი ანგარიში უკანონო დაყადაღებაზე განვიხილეთ ეს ჰელსინკი ჯგუფი რა უნდა გააკეთოს ალბათ ყველაფერი კარგად იქნება მოკლე რეზუმე გავაკეთო მინდა ამ ყველაფრის შესახებ დღეს ჩვენ გადაცემაში სტუმრად ყავდა ადვოკატი პარტია თავისუფალი საქართველოს სამართლებრივი პოლიტიკის ხელმძღვანელი თბილისის ჰელსინკის ჯგუფის თავმჯდომარე და ცნობილი უფლებადამცველი კეთი ბექაური, რომელმაც აბსოლუტურად ზუსტად მიმოიხილა და გამგვიმართა ყველაფერი კახიკალაძეს ანგარიშების დაყადაღების შესახებ. ასევე მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ პირველი ოქროს медаლი, ძალიან დიდი ბედნიერება, ძალიან გვიხარია სულ ყველას და ამით მინდა რომ ეს გადაცემა დღეს დავამთავროთ.
ალბათ ეს მთავრობა შემდეგ კვირაში, შემდეგ ახალ მოვლენებს მოგვიმზადებს და ჩვენც დაგიბრუნდებით ეთერში. ერთი კვირით გემშვიდობებით.